როდესაც ნაცისტური გერმანია დაეცა და მოკავშირეები ბერლინში შევიდნენ, ფიურერი, კაცი, რომელმაც კაცობრიობას მეორე მსოფლიო ომი დაუტოვა, იღებდა უკანასკნელ გადაწყვეტილებას, ან სიკვდილი, ან გაქცევა. მაგრამ მოხდა კი ეს ყველაფერი ისე, როგორც ისტორიის წიგნებში წერია. ჰიტლერის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას თითქმის ყველას ასწავლიდნენ, მაგრამ რჩება კითხვები, რომლებიც დღემდე ისმება. ჰიტლერი მართლა ბუნკერში მოკვდა თუ გაქცევა მოახერხა. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ პოდკასტს შეთქმულების თეორიები, ვიდეოების სერიას, რომელიც რეალობის ბზარებში ყველაზე ხმაურიან და დაუჯერებელ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს. მე ვარ გიორგი და დღეს კიდევ ერთ კონსპირაციულ თეორიაზე ვისაუბრებთ. გაიქცა თუ არა ადოლფ ჰიტლერი არგენტინაში. ამ ვიდეოში მოგითხრობთ, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს თეორია ერთხელ და სამუდამოდ იქნას უარყოფილი, თუ ფიურერი მართლაც გაიქცა არგენტინაში და ეს თეორია რეალობაა. სანამ დავიწყებთ, მანამდე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რათა არ გამოგრჩეთ ამ სერიის სხვა ვიდეო პოდკასტები და სხვა საინტერესო ვიდეოები. მაშასე მოიწონეთ ეს ვიდეო და დავიწყოთ. 1945 წლის 30 აპრილს, როდესაც მოკავშირეთა ძალები ბერლინს აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მიუახლოვდნენ, ადოლფ ჰიტლერი მიწისქვეშა ფიურერ ბუნკერში თავის პირად კაბინეტში შევიდა და თავი მოიკლა. ან ყველაფერი, ან არაფერი, ის აზარტული მოთამაშე იყო და ყოველთვის ამბობდა, რომ მეორე მსოფლიო ომში მხოლოდ სრულ გამარჯვებას ან სრულ დამარცხებას აღიარებდა. და როგორც თავად ამბობდა, როდესაც მისი 1000 წლიანი მესამე რაიხი მის ირგვლივ ჩამოიშალა, თურმე არაერთხელ უთქვამს, რომ ტყვედ ჩავარდნას არ დაუშვებდა. მისმა მეუღლემ ევა ბრაუნმა, რომელთანაც მხოლოდ ერთი დღით იყო დაქორწინებული, ზუსტად იმ პერიოდში ციანიდის გადაყლაპვით ასევე თავი მოიკლა. სანამ მათ ცხედრებს რაიხის კანცელარიის ბაღში გადაიტანდნენ, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც საბჭოთა წითელი არმია ადგილზე მივიდა, ჰიტლერის ცხედრისგან თითქმის არაფერი იყო დარჩენილი ყბის ზვლის ნაწილებისა და რამდენიმე კბილის გარდა, რომელთა მიხედვითაც ჰიტლერის ვინაობის დადასტურება გახდა შესაძლებელი. ეს იყო ისტორია, ახლა კი ვისაუბროთ შეთქმულების თეორიებზე. ზოგიერთი მწერალი და ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ომის წაგების გაცნობიერების შემდეგ თვითმკვლელობის ნაცვლად ჰიტლერმა ევა ბრაუნთან ერთად ბუნკერიდან და ზოგადად გერმანიიდან გაქცევა მოახერხა და საბოლოოდ სამხრეთ ამერიკაში მოხვდა. არგენტინაში მან დარჩენილი ცხოვრება ახალი იდენტობით გაატარა. თუმცა ეს მხოლოდ ერთია ფიურერის ბედთან დაკავშირებულ მრავალ სენსაციურ თეორიას შორის. სხვა შეთქმულების თეორია ვარაუდობს, რომ ბუნკერში ის დუბლიორმა შეცვალა და ანალოგიურად გააკეთა ევა ბრაუნმა, კიდევ უფრო მეტიც მათი შინაური ძაღლიც ბლონდიც ორეული ჩაანაცვლეს. კიდევ არის ერთი თეორია, რომ ჰიტლერი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა მიწისქვეშა ბუნკერში, ოღონდ სხვაგან, თოვლისა და ყინულის ქვეშ ანტარქტიდის კონტინენტზე. ახლა ვისაუბროთ, საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს თეორიები. საბჭოთა კავშირმა ბერლინი 1945 წლის 2 მაისს აიღო. წითელი არმიის მოხსენებამ დაადასტურა, რომ ჰიტლერი დაღუპული იყო. ეს დასკვნა რაიხის კანცელარიის ბაღში აღმოჩენილი ნეშტისა და ომის ბოლო დღეებში ბუნკერში მყოფი ადამიანების ჩვენებების საფუძველზე იქნა გაკეთებული. თუმცა ამ მოხსენებების გასაჯეროება საბჭოთა ლიდერმა იოსებ სტალინმა დაბლოკა, რათა სხვა მოკავშირეებზე ერთი ნაბიჯით წინ ყოფილიყო. სტალინმა გადაწყვიტა, რომ დასავლელ მოკავშირეებში დაბნეულობა დაეთესა, ამიტომ მან მტკიცედ მიანიშნა, რომ ჰიტლერი გადარჩა. ამბობს სერ რიჩარდ ევანსი, ნაცისტური გერმანიის წამყვანი ექსპერტი და წიგნის ჰიტლერის შეთქმულებები, მესამე რაიხი და პარანოიდული წარმოსახვა ავტორი. ამგვარად, ომის დასრულებისთანავე საბჭოთა დეზინფორმაციამ გაავრცელა იდეა, რომელმაც შეთქმულების თეორიას ჩაუყარა საფუძველი. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰიტლერი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე შენიშნეს, ავსტრიის კაფეებიდან ინდონეზიამდე, ხოლო მრავალი ქვეყნის გაზეთში ყალბი ფოტოები დაიბეჭდა.
იყო ერთი გერმანელიც, ამბობს პროფესორი ევანსი, რომელიც პოლიციამ არაერთხელ დაკითხა, რადგან ის საკმაოდ გავდა ჰიტლერს. კონკრეტული მტკიცება, რომ ჰიტლერი არგენტინაში იპოვეს, იმ ფაქტს ეფუძნებოდა, რომ ომის შემდეგ ზოგიერთი ნაცისტი სწორედ არგენტინაში გაიქცა. ყვებოდნენ ისტორიებს, რომლებიც არანაირ დამადასტურებელ მტკიცებულებას არ ეფუძნებოდა. მათ შორის ერთი ხანდაზმული არგენტინელი ქალის, კატალინა გომერას შესახებ, რომელიც იმ სახლში მუშაობდა, სადაც იდუმალი გერმანელი მამაკაცი ჩავიდა საცხოვრებლად. მას არ მიცეს მასთან შეხვედრის უფლება, მაგრამ უთხრეს, რომ ის ჰიტლერი იყო და ტიპური გერმანული კერძები, ვენური შნიცელი, ვურსტი და ძეხვეული მისთვის ოთახს გარეთ უნდა დაეტოვებინა, თუმცა სინამდვილეში ჰიტლერი უკომპრომისო ვეგეტარიანელი იყო და ამ საკვებსაც არ მიირთმევდა. მაინც რატომ ჟერა ზოგიერთებს, რომ ჰიტლერი გადაურჩა საბჭოელებს. საბჭოთა კავშირის მიერ წაქეზებულმა დეზინფორმაციამ საკმარისი რაოდენობის ხალხი დაარწმუნა, რომ ჰიტლერი ცოცხალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნაცისტი ოფიცრების ლიდერები, მაგალითად ისეთები, როგორებიც იყვნენ გებელსი და ჰიმლერი, ყველამ თავი მოიკლა, დააპატიმრეს და ნიურნბერგის სასამართლოზე გაასამართლეს. ზოგიერთმა დაბალი რანგის შინოსანმა გერმანიიდან გაქცევა მოახერხა. ადოლფ აიხმანი საბოლოო გადაწყვეტილების განხორციელების პასუხისმგებელი პირი და იოზეფ მენგელე, ეგრეთ წოდებული სიკვდილის ანგელოზი და აუშვიცის ექიმი ორივე არგენტინაში გაიქცა. ხოლო ტრებლინკას სიკვდილის ბანაკის კომენდანტი ფრანც შტანგლი ბრაზილიაში გაიქცა. რა თქმა უნდა, ისეთი ცნობილი და ადვილად ამოსაცნობი ფიგურა, როგორც ჰიტლერია, სხვა საკითხი იქნებოდა, თუმცა როგორც კი მიიღო ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი შემჩნევის შესახებ, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო იძულებული გახდა გამოძიება ჩაეტარებინა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა შეთქმულების თეორიები. მიუხედავად ამისა, პროფესორი ევანსის თქმით, ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ერთმნიშვნელოვნად დაასკვნა, რომ თითოეული განცხადება ყალბი და ცრუ იყო. რაც შეეხება თეორიის მდგრადობას, პროფესორი ევანსი კიდევ ერთი მთავარი მოტივაციის ხაზს განმარტავს. ეს არის ახტაცება. ის ამბობს, რომ ჰიტლერმა მოკავშირეები იმდენჯერ მოატყუა, რომ მათ არ ჯეროდათ ასეთი დიდი კაცი, რომ ასეთ პირობებში მოკვდა. ალბათ გაიქცავა ამბობდნენ და ამაში არის სიმართლის მარცვალი. ამასთან ისტორიკოსები ამბობენ, უდავოა, რომ შეთქმულებასა და ნეონაციზმს შორის კავშირი არსებობს. თუმცა ასევე 1950-იან და 60-იან წლებში ზოგიერთ ადამიანს სურდა დაეჯერებინა, რომ ჰიტლერი ცოცხალი იყო, რათა მისი პოვნა და ომში ჩადენილი სისასტიკისთვის სამართლის წინაშე წარდგენა შესაძლებელი ყოფილიყო. პროფესორი ევანსი ამბობს, რომ ეს სურვილის ერთგვარი ასრულებაა. მტკიცებები, ჭორები, უინტერესო ფოტოები და თეორიის დაჯერების სურვილი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. 2015 წლიდან 2018 წლამდე History Channel-ზე გადიოდა სატელევიზიო სერიალი სახელწოდებით ჰიტლერზე ნადირობა, რომლის ფარგლებშიც გამომძიებლები ფიურერის კვალის საძებნელად სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობდნენ. გასაკვირი არ არის, რომ მათ ჰიტლერის კვალს ვერ სადმიაგნეს. ახლა უკვე ვისაუბროთ მტკიცებულებებზე, რომლებიც შეთქმულებას უარყოფს. ჰიტლერის დაღობის მტკიცებულებები დამაჯერებელი იყო, როგორც ნეშტის სასამართლო ექსპერტიზა, ასევე ჰიტლერის ადიუტანტ გიუმშესთან და მის თანაშემწეებთან, მაგალითად მის მსახურ ჰაინც ლინგესთან ინტერვიუები. მათი ჩვენებები აისახა წითელი არმიის ანგარიშში ჰიტლერის გარდაცვალების შესახებ, მაგრამ სტალინის მიერ ამ დოკუმენტების დაბლოკვის შემდეგ ეს ინფორმაციები საბოლოოდ საიდუმლოდ რჩებოდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე. სხვა მოწმეები ასევე ისაუბრენ ჰიუ ტრევორ როპერს, ისტორიკოსს, რომელიც ბრიტანულმა დაზვერვამ ბუნკერში მომხდარი მოვლენების გამოსაძიებლად გააგზავნა. მისი ანგარიში, რომელიც ადასტურებდა, რომ ჰიტლერმა თავი მოიკლა, 1947 წელს გამოქვეყნა, ხოლო მომდევნო წელს მისი წიგნი ჰიტლერის უკანასკნელი დღეები გამოვიდა. ასევე ღირს გავითვალისწინოთ მთავარი მონაწილე პირების პიროვნებებიც. ევა ბრაუნმა, პროფესიონალურმა ფოტოგრაფმა ომამდე და ომის დროს უამრავი ფოტო და საშინაო ვიდეო გადაიღო, მაგრამ ომის დასრულების შემდეგ არაფერი გამოქვეყნებულა, რაც ნაკლებ სავარაუდოა თუ ბრაუნი გადარჩებოდა. და როგორც პროფესორი ევანსი ამბობს, ჰიტლერი, რომელიც ძირფესვიანად პოლიტიკური ფიგურა იყო და როგორც შეთქმულების თეორეტიკოსები ვარაუდობენ, თუ ის გერმანიიდან გაიქცა, ის მშვიდად არ იჯდებოდა და ჩაისცმას და ნამცხვრის მირთმევას არ მიჰყოფდა ხელს. საბჭოთა დეზინფორმაცია, დამალული დოკუმენტაცია, კავშირი ნეონაციზმთან და კაცობრიობის დაუვიწყარი შიში, ეს ყველაფერი განაპირობებს თეორიას, რომელიც ფაქტებით არა, მაგრამ ფანტაზიებში არსებობს. და რაც უფრო ბევრს ვკითხულობთ, მით უფრო მკაფიო ხდება პასუხი. ჰიტლერის იდეები დამარცხდა.
თუ მოგეწონა ეს ეპიზოდი, არ დაგავიწყდეს ვიდეოს მოწონება, დაკომენტარება ან არხის გამოწერა, რათა არ გამოგჩეს ბევრი სხვა კონსპირაციული თემის განხილვა. ვიდეოს ბოლოს კი რჩება კითხვა: სად მთავრდება ჭეშმარიტება და იწყება ილუზია? ამაზე თქვენი პასუხი კომენტარებში დაწერეთ.